ვაგრძელებთ ჩვენ პოდკასტს ეკონომიკა მოკლედ ეკონომიკის შესახებ მოგითხრობთ ჩვენ მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ ჭიპას პროფესორი მამუკა მახათაძე ჩვენ წინა პირველი აქტი შევაჯამეთ ეკონომიკის წარმოშობა და ძირითადი ინსტრუმენტები და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ ეკონომიკა იზრდება ამავე დროს იზრდება უთანასწორობა და უფრო დიდზე და იმისათვის რომ ეს აღმოფხვრილიყო სისტემა მოიფიქრა სხვა რამ, როდესაც ლოკომოტივი ძალიან წინ გაიქცა მართველი ელიტებით, ესე ვთქვათ, აი ეს ვაგონები, სადაც სხვადასხვა ხალხი იჯდა, რაც უკანა ვაგონში ზიხარ, კიდევ უფრო ჩამორჩი, ეს შემადგენლობა ძალიან გაიწელა და ის უთანასწორობა გახდა აუტანელი. მოიგონეს რაღაც ახალი ინსტრუმენტი, რაღაც წებო, რაც ანუ რეალურად შეკავშირება კი არა ამ შემადგენლობის, არამედ წებო, რომელიც ასევე დრეკადია, რომელიც ამას დააწებებდი. უბრალოდ შექმნდი ილუზიას, რომ არა, ყველაფერი ისევ ერთად არის და ეს წებო იყო ფული ვალის სახით. ხო, სწორად ვამბობ. კი ბატონო. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ სისტემა მიხვდა თავის დროზე, რომ იმ ოქროს პერიოდში თანაბრად ნაწილდებოდა ეკონომიკური ზრდა ყველაზე შედარებით თანაბრად და ამიტომ მათ ერთი რამე იცოდნენ კიდევ რომ მშიერი და გაბრაზებული მუშა არ ჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ გაბრაზდება რევოლუციური განწყობები ისევ შეიძლება გაიზარდოს და რა უნდა ეკნათ? რეალურად იცოდნენ რომ თქვათ ეს მეტი ფულის დატოვება უნდათ, ასე ვთქვათ, ზემოთ, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდათ რომ ეკონომიკის ლოკომოტივის აჩქარებასთან ერთად, მოხრუჭების მოხსნასთან ერთად, მიხვდნენ რომ შეიძლება ეს ვაგონები ვეღარ მიყვეს. უბრალოდ მოიგონეს ეს მექანიზმი წებო, ვალის სახით. ანუ გამოვიდა რა, როგორ უნდა ვაჩვენო ამ ადამიანს, როგორ უნდა შეუქმნა იმის ილუზია, რომ ის მაინც მდიდარია. ანუ იზრდება მისი შემოსავლებით, ხო? ან მისი კეთილდღეობა იზრდება. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვაწარმოებთ მუშის თვალით რო შევხედოთ, მოსამსახურის თვალით. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, ჩვენი პროდუქტიულობა იზრდება, კომპანია მდიდრდება, ხელფას არ გვიმატებს, ხო? რადგანაც ხელფას არ გვიმატებს, გააჩინა ვალი, კრედიტი, ხო? რომელიც გეუბნება, რომ შენ რეალურად ამ წებოს საშუალებით შეგიძლია დაეწიო ეკონომიკის ზრდას. და რეალურად გამოდის, რომ შენ იმ ხელფასით, რომელთაც იმ ხელფასის ნამატით კი არ ყიდულობ რაღაცას, იმ ფულით, რომელიც შენი ხელფასი უნდა ყოფილიყო, რეალურად გაგიჩინეს ახალი დამოკიდებულება, რომელსაც ქვია თქვათ ვალი. ხო, ანუ მე ესე მესმოდა ლოგიკა, როგორც აღვიხსენე, შენ წარმოიდგინე, რომ 30 წელი შენ აგროვებ ფულს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ეს იყო ამავე დროს დეპოზიტური. სიცრუეზე აგებული ქვეყანაც, იმიტომ რომ იქ არსებობდა ყველასთვის შორტკატი, ფულიც იშოვებოდა ვიღაც საქმოსნების მიერ, მათ ქონდა თავისი სქემები, როგორ ეყიდათ მალევე მანქანა, უფრო ძვირად, იმიტომ რომ ფული პრობლემა არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივი კონვენციური გზა იყო, რომ შენ აგროვებ რაღაც აწლეულები ფულს, გახარ ამავე დროს მანქანის რიგში, იმიტომ რომ იმასაც რიგში დგომა ჭირდება და შემდეგ ეს უკვე საკმარისად დაგროვილი გაქვს, რიგმაც მოგიწია, ესე ვთქვათ და ეს მანქანა იყიდე და შემდეგ ყავს თელი ცხოვრება. და კაპიტალისტურმა სისტემამ უკვე შემდეგ შემოგთავაზა, რომ ეს არის არა დაგროვების ეკონომიკა, არამედ რატომ უნდა ელოდო 30 წელი, შენ მანქანა იყიდე დღესვე და ეს 30 წელი მაინც უნდა გეგროვებინა და ისაც უნდა გეგროვებინა, გადაიხადე ვალის მომსახურებაში, მაგრამ სამაგიეროდ შენ მანქანა რო დღეს ყავს, შენი შესაძლებლობა გაიზარდა და შენი მწარმოებლურობაც უფრო და უფრო ამაღლდება და კიდევ უფრო მეც იშოვი და საბოლოო ჯამში ანუ ეს სისტემა არის ბევრად უფრო მომგებიანი, უფრო ბედნიერებაზე ორიენტირებული და უფრო პროგრესული, ვიდრე ის ასაც გვთავაზობს აი ეს მეორე წინაზე აღწერილი. აი რა არის ამაში? ერთი შეხედვით ეგრე. ხო, ერთი შეხედვით ესეა, მაგრამ აი რა არის ამაში ტრიუკი? ხო, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ტრიუკი რა არის? პირველი არის ის, რომ ადამიანი რაციონალური ადამიანი. ფიქრობს, რომ თქვათ, აქვს რაღაცა შესაძლებლობა და აი ამ შესაძლებლობის ფარგლებში ყიდულობს მას რაც ჭირდება. ანუ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და საჭიროებებიდან გამომდინარე რაღაცნაირად აბალანსებს, ხო? მაგრამ რადგანაც ლოკომოტივი გაიქცა
ვაგონები ვეღარ მიყვება, ანუ ხელფასების ზრდა არ ხდება, მაგრამ ზოგადად კეთილდღეობა ეკონომიკა ცდუნება იმისა, რომ ხო რაღაცეები რაც ჩდება, ბევრი იყოს, ხო, ანუ საქონელი დეფიციტური არ არის, ანუ პროდუქტიულობასთან ერთად რაოდენობაც გაიზარდა, ხო, საქონლის, იმის რომელიც უნდა გაყიდო, როგორ უნდა მოხდეს, თქვათ, აი ამას, თქვათ, გაზრდილი ეკონომიკის, გაზრდილი პროდუქტიულობის რეალურად გასაღება. თუ ადამიანი რაციონალურად ფიქრობს იმაზე, რომ მისი შესაძლებლობა ასეთია და მეტი არა, მაშინ ხო ის შესაძლებლობა შეზღუდული იქნება. ამიტომ რა მოხდა? როგორ უნდა ვაიძულოთ ადამიანები არ გაჩერდნენ? ეხლა როგორ შეიძლება ვაიძულოთ რომ გავაგრძელოთ ყიდვა თუ ხელფასი არ მყოფნის? ესე იგი შენ ამბობ რომ იმის ნაცვლად რომ მე მივხვდი ეხლა სად არის ესე იგი ტრიუკი აქ რომ თუ კი ეს უთანასწორობა გაიზარდა ბუნებრივია რომ ადამიანს თქვას რომ გააჩერეთ ეს ლოკომოტივი ანუ არ გჭირდება ამ ხელა ზრდა მთავარია როგორ იზრდება ჩვენი შემოსავალი ანუ ეს ლოკომოტივი გააჩერეთ რომ ჩვენ დავახლოვდეთ მაგრამ ამის ნაცვლად მას თუ შენ პროპაგანდის მეშვეობით ეტყვი რომ არა ლოკომოტივი რომ გარბის რაც უფრო სწრაფად გარბის კარგია პრობლემა ის კი არა რომ ლოკომოტივი გაიქცა. არა, ის სწორად მიდის, შენ ჩამორჩი და იმისათვის რომ ჩამორჩი, ანუ არ ჩანს რომ შენ უნდა დაეწიო მას, ანუ ის კი არ უნდა გაჩერდეს ლოკომოტივი, შენ უნდა დაეწიო მას და თუ ვერ ეწევი, არსებობს საშუალება, ანუ მას ჯერ შეუქმნეს ილუზია, რომ თავარი არა საჭირო არის არა ლოკომოტივის გაჩერება, არამედ შენი აჩქარება. ხო, აი შენ როგორ აჩქარდე ხა რაც გაქვს ხელფასი იმაზე მეც ვერ იყიდი. და ამიტომ არსებობს ჯადოსნური გამოსავალი. ჯადოსნური გამოსავალი, რომელსაც ქვია ვალი. ხო? აი, ვალს და მე მოვხდები მექანიზმში რაც მე აღწერე წერა. ხო. ანუ რატომ არ ჩერდება ადამიანი, ხო? რატომ აგძელებს რაღაცის ყიდვას? თუ ფული არ აქვს, ხო? ანუ რატომ ვიღებთ ვალს? ხო? და იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ტვინი დაჰაკეს, ხო? ანუ მე-20 საუკუნეში. აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთი არის, ასე ვთქვათ, მეცნიერი, რომელმაც ჩვენი ტვინის დაჰაკვაში მიიღო მონაწილეობა დენიელ კანემანი არის და ეგრეთ წოდებული ნობელის პრემია აქვს ეკონომიკაში მიღებული, მათემატიკოსი იყო, წიგნიც საბედნიეროდ ქართულადაც არის უკვე გამოცემული, ქვია იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა. და მაგალითად მეგონი მიზნობრივად დანიშნულებით არ კითხულობენ ხალხი, პირიქით. აი ეს კონსუმერული აზროვნების წასახალისებლად კითხულობენ. ნუ მე ორივეს ასე ვთქვათ ვიყენებ, ადამ სმითის არ იყოს წინასწარ. ხო. ანუ პრინციპში ამ წიგს ჯიბაში ლექციების დროს ვიყენებდი 2011 წლიდან, როდესაც ის ინგლისურად იყო გამოსული, მაგრამ ზუსტად უხსნიდი როგორ მუშაობს, როგორ მენეჯერმა როგორ უნდა იფიქროს, რომ ეს რეალობაა თუ არა. მაგრამ არსი რა არის ამ წიგნის და ამ სისტემის, რომ მან კანემანმა დაამტკიცა, რომ ადამიანს აქვს აზროვნების ორი სისტემა. და დაარქვა ძალიან მარტივად სისტემა 1 და სისტემა 2. სისტემა 1 ეს არის ჩვენი იმპულსური, ემოციური, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სისტემა. და ის მართავს შიშებს და ემოციებს, ჩვენ ემოციებს და სურვილებს, ეგოს. მეორე სისტემა 2 არის რაციონალური, ნელი, აფასებს, ერთმანეთს ადარებს, ალტერნატივებს, ითვლის, ხო. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სისტემა 2 ევოლუციურად ზარმაცია. ევოლუციურად რატო? ტვინი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. და ამიტომ მან შაბლონები შეიმუშავა. და თავის დროზე, ანუ როდესაც ადამიანი ვითარდებოდა და მისი ინტელექტი ვითარდებოდა და ტვინიც ვითარდებოდა, მას საკვების პრობლემა სულ ჰქონდა ასობით 1000 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შაბლონების შემუშავებით მან დაზოგა ის ენერგია, რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი დაახლოებით 2%-ია, 1-2%-ია წონის, მაგრამ 20-25%-ს იყენებს ენერგიისას. შესაბამისად, შაბლონების შემუშავებით გაადვილა ნაკლები ენერგიის დახარჯვით რაღაცა შედეგების მიღება. მაგრამ ეს შაბლონი ხო ყოველთვის არ მუშაობს.
და ამასთან ამ სისტემამ გითხრა რომ თუ ჩვენ ჩაურთავთ ადამიანს სისტემა ერთს და ისე მივაწოდებთ ინფორმაციას და ალტერნატივებს გადაწყვეტილების მისაღებად, რომ იმუშავებს პირველ ძალიან სწრაფად სისტემა ერთი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ მართოთ მათი სურვილი. ამასთან ერთად, რადგანაც გადაწყვეტილება სისტემა ერთი არის სწრაფი ფიქრი და მეორე არის ნელი ფიქრი, ხო, ეს რაციონალური. ეს არის ჩვენი 10%, ის არის 90%. ხო, ეს არის ის ბუნებრივი ევოლუცია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ევოლუციის პროცესში. მაგრამ ამასთან ერთად კიდევ საუკუნის დასაწყისში იყო ერთი ადამიანი ცნობილი როგორც ედვარდ ბერნეისი, რომელმაც პოლიტიკური და ზოგადად პიარი შექმნა. ხო, მის პიარის შემქმნელად, საზოგადოებასთან ურთიერთობის შემქმნელად ითვლება, ხო? და ეს იყო ზიგმუნდ ფროიდის დიშვილი და ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა სურვილების სისტემა. მან შექმნა ადამიანებისგან მომხმარებლები. მან მოახდინა ჩვენი შეცვლა, ჩვენი ფსიქოლოგიის, ხო? და ჩვენი სურვილები და ჩვენი ეგოიზმი დაუქვემდებარა რაღაც ბიზნეს ლოგიკას. ანუ თუ მანამდე ადამიანს ჭირდებოდა ფეხსაცმელი, მაშინ როდესაც მეორე ფეხსაცმელი უცვდებოდა და ფეხზე შესცივდებოდა ან წყალი შეუვიდოდა, მან კორპორაციებს ასწავლა, როგორ უნდა ეწარმოებინა ის, რომ ადამიანებს სურვილი ქონოდათ. ისი სურვილიც ადამიანებს ქონდათ, ანუ საჭიროებიდან გადაგვიყვანა სურვილებზე, უნდაზე. და მან თქვა, რომ ჩვენი ტვინები უკვე 40-იან წლებიდან დაწყებული, ანუ საუკუნის დასაწყისიდან მუშავდებოდა, ანუ ჩვენი ყიდვები და ჩვენი ტვინები შეჩვეული იყო უკვე რაღაცა pattern-ს, ხო? ანუ ჩვენ უკვე ბევრს ყიდულობდით. იმაზე მეც ვიდრე რეალურად გვჭირდებოდა. როგორც კი ხელფასები გაიყინა, ადამიანის ტვინი მზად იყო იმისთვის, რომ წასულიყო აეღოს სესხი, მაგრამ გაეგრძელებინა ჩვეული ცხოვრება. მას უკვე აღარ ქონდა ის 30-იანი წლების დეპრესია, ხო? 70-იანი წლების ბოლოს ყველაფერი ქონდა, მეტი უნდოდა. ანუ ეგოიზმი ამუშავებული იყო. თუ გახსოვს, როცა ჩვენ რაღაც უფრო ხალგაზრდობაში შემოვიდა ეს დასავლური მულტფილმები, არის ტომი და ჯერის ძალიან ცნობილი სერია, ხო? როგორ ეტრფის თავის სატრფოს და როგორ ჭირდება იმისთვის, რომ თავი მოაწონოს, ჭირდება მანქანა, ბეჭედი, კონკურენციას რო ვიცეს და ყველაფერს რო მიდის, იღებს ვალს, აგირავებს, რა ვიცი, თავის სახლს თუ თავის თავს თუ ყველაფერს რაღაც მონად გაიყიდება. აი, კარგად არის აღწერილი მთელი ეს მექანიზმი რა, ანუ ეს სურვილის სადმე მიდრეკილება რა, ტოლვა. ესე იგი ბედნიერებისკენ სწრაფვა, რაც წერია ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, ბედნიერებას თუ გავაიგივებთ ჩვენ ამ მომხმარებელ საზოგადოებასთან და ფსიკეთეებთან, ეს სწრაფვაც მართლაც ამ გაგებით შეაჩვენებს. ანუ შენ ამბობ, რომ იდეალურ შემთხვევაში რაც მე ვიძახი, რომ ადამიანმა აგროვა სიტყვაზე მანქანისთვის, რომელიც ჭირდება მას საქმიანობის 30 წელი და ის მე 30 წლით უფრო მოხუცია, როცა იყიდა მანქანა, ამის ნაცვლად ვალს იღებ და მანქანას ყიდულობ, მაგრამ შენ თუ ჩვეულებრივად აგრძელებ, აი რაღაცა რაციონალურ აზროვნებას და ამას იყენებ სიკეთისთვის, ანუ გონივრულად უდგები ამ ვალს, მაშინ მართლაც რატომაც არა იმუშავებს, მაგრამ პარალელურად, როდესაც შენ ეჩვევი რომ ვალით, ანუ შენ ერთგვარ შორტკატს ქმნი, შენ უკვე ეჩვევის საკუთრივ იმ მოცემულობას, რომ არსებობს მოკლე გზაც. და რა კი მეორეს მხრივ საზოგადოებაში ეკონომიკა იზრდება, სერვისი და საქონელიც ხდება უფრო მრავალფეროვანი, თავის მარკეტინგული ხრიკებით ხდება უფრო მიმზიდველი და მთელი საზოგადოებაც და მთელი მარკეტინგი აგებულია იმაზე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მოგანდომოს, დაგაჭიროს ჩვენ ვიცით მაგალითად ბრილიანტების ცნობილი ისტორია, როგორ გამოიგონეს ბრილიანტების მოხმარების აუცილებლობა, ხო, რომელიც სულ არ იყო ეს. აქედან გამომდინარე, შენ ერთის მხრივ ხარ მუდმივად აი სულულების პროექცირების ქვეშ, სულ განდომებს მრავალფეროვანი სამყარო მეც და მეც და მეორეს მხრივ შენ გაქვს ეს შორტკატი შემოთავაზებული. ანუ ეს ძალიან გავს ადამიანს, თუ შენ შეხვედი ერთხელ კაზინოში და ითამაში და გაგიმართლა და მოიგეთ, ჩაიდებ იმას ჯიბეში და წახვალ და არასოდეს არ შეხვალ, შენ რა თქმა უნდა მოგებული ხარ, მაგრამ კაცობრიობის ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ ესეთი რამე ნუ აი პრაქტიკულად არ ხდება. ხო, ეხლა თუ ერთ გამონაკლისზე ხო არ არის ლაპარაკი.
კაზინო დგას და მდიდრდება იმითი, რომ ის ადამიანები, ვინც იქ თამაშობენ, ისინი იქ დადიან. და საბოლოო ჯამში ვინც ხარჯლებად დადის, თავიც რომ დაანებოს, მოგებული იქიდან ვერ გამოვა. ანუ ეხლა შენ რასაც აღწერ, თუ სწორად მესმის, არის საბოლოო ჯამში ეს სისტემა. კი, რაღაცა მექანიზმი შეიძლება სწორია, მაგრამ კომპლექსურად თუ შევხედავთ, იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება, საქონელი და მომსახურება მრავალფეროვნება, შენ განწირული ხარ იმისთვის, რომ იყო მუდმივად ვალში. ხო, თუ შენ ამას დავარქვათ ეგოს ეკონომიკა, ხო? თუ ლაპარაკია ასე ვთქვათ ეგოზე, თუ შენ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურმა ალქიმიკოსებმა დაიმორჩილეს შენი ემოცია და ამ შენ ემოციებზე ზეგავლენას უამრავი ესე ვთქვათ საშუალებით ახდენენ, ამავე დროს ეგოს ეკონომიკა ძალიან გავს იმ ლუდომანიის პრინციპს, რომელიც კაზინოსთან დაკავშირებით შენახწერ, უბრალოდ შოფომანია. ხო? და ამ ფსიქოლოგიურმა ალქიმიკოსებმა რომ დაიმორჩილეს ჩვენი გონება და მოგვანდომეს ის ყველაფერი და გვითხრეს რომ ეს ყველაფერი დღეს არის შესაძლებელი აღარ მოგვიყვნენ იმის შესახებ ჩვენც კი ხვდებით თითქოს მაგრამ ამ ეკონომიკას სჭირდება უსასრულო ფული ხო ანუ თუ სურვილები უსასრულოა შესაბამისად მის ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად ჩვენ გვჭირდება უსასრულო ფული აი როგორ შექმნეს ფინანსურმა ალქიმიკოსებმა მერე ის უსასრულო ფული იმისთვის რომ ჩვენი სურვილები დავაკმაყოფილოთ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ეს აქედან უკვე ჩვენ ვადგებით თავარ ამას, ხო, ეს არის ბანკი, ეს იყო ინსტრუმენტი და ბანკი, რომელიც ოპერირებს თავის დროზე ოქროთი, მერე ოქროს ჩამნაცვლებელი ოქროს ბანკნოტით, ესე ვთქვათ, ხო, რომელიც ნიშნავს იმას, რომ იქ რაც არის გამოსახული ნომინალი, იმის ღირებულების ოქრო იმ ბანკში დევს, როცა გინდა მიხვალ და გადაცვლი. შენ ფულს ამ ბანკნოტს გადაცვლი ოქროზე. და შემდეგ უკვე ოქრო გაუქმდა, დარჩა მხოლოდ ბანკნოტი, ამის უკან იგულისხმება, რომ არის ეკონომიკა დგას, ეკონომიკური აქტივი, ამ შენ რაღაც დოვლათში ყოველთვის შეგიძლია ამის გადაცვლა, შესაბამისი ღირებულების ყიდვა და მე უკვე მივიღეთ ციფრული ფული. ხო, უკვე შენ ქაღალდის აღარ გჭირდება, გაქვს ერთი საკრედიტო ბარათი ან რაღაც ეკრანზე გამოსახული ციფრები. როგორ დაიწყო ეს თავიდან? რა, ვინ მოიგონა ის, რომ შეიძლება ოქროსი, რომელიც ხელშესახებია, ასევე ხელშესახები, მაგრამ ქაღალდით, თავისთავად უფასური რამით პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსასრულო ფულის შექმნა მხოლოდ ჰაერიდან შეიძლება, ხო? ანუ უსასრულო ვერ იქნებოდა თუ რაღაცა უკან დგას. და ჰაერიდან შექმნა თითქოს ფიზიკის კანონს არაფრიდან რაღაცის შექმნა წარმოუდგენელია, ხო? ძალიან მარტივი ფიზიკის კანონებით. მაგრამ სიხარბის კანონებით არა. ანუ პრინციპი ძალიან მარტივია. დაიწყო დაახლოებით მე-17 საუკუნის ლონდონში, იმიტომ რომ ეს ხდებოდა ოქრომჭედლების დუქანში. რა ხდებოდა? ჩვენ ლაპარაკობდით ვაჯრებზე, ლაპარაკობდით ეკონომიკურად აქტიურ ადამიანებზე და ოქრომძიმე იყო, ოქროს ფული. ტარება სახიფათო იყო. შესაბამისად ყაჩაღებს შეიძლება დაეყაჩაღებინათ წაერთვათ შენთვის ეს ოქრო. ამიტომ დიდარმა ვაჭრებმა დაიწყეს ოქრომჭედლებთან ამ თანხის მიტანა. ოქრომჭედლებთან, იმიტომ რომ ის მუშაობს ოქროზე და ოქროს საცავი აქვს ის რაც უნდა დაიწყოს. საცავი, სეიფი და ასე შემდეგ. და ბარე მივაბარეთ და შეიძლება. მივაბარეთ მათ. ეს ოქროს მჭედელი მიიღებდა ვთქვათ 10 კილო ოქროს ვაჭრისგან და მის შესაბამის ღირებულების ქვითარ საძლევს. გაჩნდა პირველი ბანკი, როგორც საცავი უბრალოდ. დიახ. და რეალურად მერე ადამიანები მიხვდნენ რომ ამ ოქროების აკეთიკით თრევას ისევ ის ქაღალდი ჯობდა და რეალურად ეს ქვითარი პრინციპში ფულად იქცა. ხო? ანუ ბანკნოტი გახდა. ბანკნოტი ხო რა არის, ხო? ხო, საბანკო ქაღალდი. საბანკო ქვითარი. ერთგვარი თამასუქი, შენ იცი რომ ამ ქაღალდის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შენ შეგიძლია მიხვიდე და ეს გაანაგდო. გამოიღო. განსვისი ოქრო, ხო, თუ გაგიწვა. ისე ბრიტანეთში მე მგონი ეს მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე იყო, მგონი შესაძლებელი. რაღაც წელი არის, როცა ეს გახდა შეუძლებელი, თორე. აი ჩვენ რო ვიცით ის გირვანკები და რაღაც ფუნტები, ეს ნიშნავდა წონით ერთეულს, ხო? მიყვალ და ეგ რაოდენობა მოგაგდა. კი ბატონო, გირვანკა ვერცხლი. ხო? pound sterling, sterling არის თქვა ვერცხლის სახეობა, ხო? ნიშნავდა რომ pound sterling იყო ერთი გირვანკა ვერცხლი თავის დროზე. ანუ თავარ ის არის რომ ოქრომჭედლებმა თავის დროზე დაინახეს კანონზომიერება
და ამან შეცვალა მთელი სამყარო. რატო? იმიტომ რომ მან დაინახა, ოქრომჭედელმა დაინახა, რომ ის ოქრო, რომელიც მიუტანეს რეალურად, არ მიდის ხელიდან ხელში. ანუ გამოვიდა, რომ ის ქაღალდი, რომელიც ერთ ვაჭარს გადასცა, მეორე ვაჭარმა აიღო ის ქაღალდი, მერე მესამეს გადარჩა და იშვიათად მოდიოდა ვინმე ამ რეალურად ამ ქაღალდის გასანაღდებად. და მიხვდა, რომ ვიღაცა რომ მივიდა მასთან და უთხრა, რომ ქაღალდს მომცემ, რამოდენი ოქრო მოგიტანო და ცესხი წავიღო თქვათ, ხო? მან თქვა, რომ მოდი რა მე ქაღალდს მივცემ. ანუ ვიღაც მივიდა და მივცეს უნდა ესესხებინა. ვისთვისაც უნდა ფული ესესხებინა და შესაბამისად მან დაინახა, რომ სეიფში არ ქონდა მაგდენი ოქრო, მაგრამ რამდენიც ოქროს აღარ ენდობიან ადამიანები, ანუ არ ჭირდება თითქოს არაფერში, ადგა და ქაღალდი მისცა. იმაზე მეტის ვიდრე თქვათ მას ქონდა ოქრო სეიფში. ანუ უფრო დიდი დაპირება გას. თქვათ, ესე იგი არა რეალურად თავიდან მივიდა, ისესხა ვიღაცამ ფული, მან რა თქმა უნდა ეს ფული ასესხავს, სიტყვაზე სხვისი ოქრო ასესხა მას, მაგრამ იმ კაცმაც უთხრა, რომ ეხა ოქროს ვარ წავიღებ, ეს ოქრო შენთან იყო და მომეცი ამის ეკვივალენტი ქაღალდი. მაგრამ რა კი ვიღაცა მისგან ისესხა, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ყოველთვის ხდებოდა, ეს როდიდან მიხვდნენ კაცობრიობა, რომ რაღაცას ტყილა არ ათხოვებ ადამიანს არ ასესხებ, იმას ყოველთვის აქვს პროცენტი და ეს ყოველთვის იყო ესე, ხო? და მთელი მეგობრ ბიბლიაც კი აწესებს, რომ რაღაცაზე მეტი არ შეიძლება ეს მევახშეობა, რომ ის გონივრული უნდა იყოს ეს. ხო, მევახშეობა ცოტათი განსხვავდება. ამ შემთხვევაში უბრალოდ პირველი რაც გაჩნდა, მან გასცა დაპირება იმ ოქროზე, რომელიც მას არ ქონდა. ხო, მაგრამ ამას ალბათ გვიან მიხვდა, იმიტომ რომ მას როცა ქონდა X რაოდენობის ოქრო, ხო, დაინახა შემდეგ მივიდა იმაზე მეტი ადამიანი მსესხებელი, ვიდრე მას ოქრო ქონდა და ის სადღაც მიხვდა, რომ ამ ახალს ეს ოქრო მაინც არ მიაქვს, მიაქვს ქაღალდი. და რა საჭიროა, რომ მე სიტყვაზე მაინც და მაინც ვუთხარ, რომ ავდგები და მივცემ ამას ამ გარანტიას. კი, მაგიტომ მიხვდა, რომ ხო, მომიტანს უკან და გასწორდება იქ ბალანსი. და ის მოიტანდა უკვე ნამდვილ ოქროს. ხო. თუნდაც ქაღალდს, მაგრამ რეალურად ვიღაცის ქაღალდს, მაგრამ მე ასე ვთქვათ, გასწორდებოდა ბრეტონ უცამდე ჩვენ თქვით შეგელო მისულიყავი დოლარი და ამდენი უნცია ოქრო მაგიხო. კი ბატონო. მაგრამ ანუ ესე წარმოიქმნა პირველად ის რომ თაღლითობა იყო რეალურად, ხო? ხო, ანუ რეალურ ოქროზე უფრო მეტი ღირებულების ქაღალდი გაჩნდა. კი ბატონო. ხო. ანუ რეალურად მოდი ესე ვთქვათ, ეს იყო პირველი მაგალითი, როცა ჰაერიდან შეიქმნა, ხო? იმიტომ რომ შესაბამისი ოქრო უკვე სეიფში არ იყო. მაგრამ განაგდდა ნდობა. ჩვენ ვენდობით იმას, რომ ეს ოქრო არსებობს. ხო, და ეს აღქმა და გვაქვს სრული რწმენა. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს არის ოქრომჭედელი, ვიცით რომ მას ოქრო აქვს. ოღონ აუდიტი იმისა, რამდენი ოქრო აქვს და რამდენი ქაღალდი გასცა ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ეხლა თუ ვიცით რომ ანგარიშზე ფული გვაქვს, თუ შევყოფთ ამ საბანკო ანგარიშს ბანკომატში, ზუსტად ვიცით რომ ის ფულს მოგცემს, ხო და თუ რაღაც ესე არ მოხდა, გაგვიკვირდება და გაგვიკვირდება რა თქმა უნდა, ხო, ესაც ნდობაა, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ თუ ეს მაშინ აღიქვემდა როგორც თაღლითობა, ანუ თუ მოხდებოდა ისე, რომ შემთხვევით ყველა მიადგებოდა მას და მოთხოვდა შესაბამის ოქროს, ქაღალდი და ჭედელი ვერ გადაიხდი და შეიძლება ასე ვთქვათ ჩამოეხჭოთ კიდევაც. ხო, ანუ იჭერდნენ, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი კანონია. ანუ ეს არის სისტემა. მაგას ქართულად ქვია ნაწილობრივი დარეზერვების ბანკი, საბანკო სისტემა. რას ნიშნავს ეს? როდესაც შენ შეგაქვს ბანკში 1000 ლარი, თქვათ, ბანკი ინახავს ამ შენ ფულს, რეალურ ფულს, ოღონდ ინახავს რეზერვად. და თუ მას საბანკო სისტემა აძლევს საშუალებას, რომ იმაზე მეტი სესხი გასცეს, დაპირება გასცეს, ხო? ფული გასცეს, მაშინ შენ შეგიძლია მაგალითად გასცე რაღაცა X რაოდენო, ანუ ბევრჯერ მეტი. ხო? აი დღეს მაგალითად საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი მოთხოვნები არსებობს და ეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა განსაზღვრავს სახსრების იმ რაოდენობას, რომელიც კომერციულ
ბანკს უნდა ჰქონდეს იმისათვის სავალდებულო წესით უნდა ჰქონდეს ანგარიშებზე, ანუ სების ანგარიშებზე, ხო? მაგალითად, თქვათ, ეს არის 5% თუ სარეზერვო მოთხოვნის განაკვეთი 5% ლარში. უცხოურ ვალუტაში 10-25%. თითოეული ბანკისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ანუ აი წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ 10%-ია ის სარეზერვო მოთხოვნა. რას ნიშნავს ეს? ანუ შენ თუ ეროვნული ბანკის სების ანგარიშზე გაქვს 100 ლარი და მოთხოვნა არის 10%, ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია გასცე 1000 ლარი. დაპირება. ქალთ. ანუ რეალურად გამოვიდა, რომ შენ არ გაქვს ის რაოდენობა იმ თანხის, რომელზეც დაპირება გაეცი, მაგრამ რეალობაში შენ გაგიჩნდა ჰაერიდან ის 900 ლარი და შესაბამისად ეს არის ის წებო, ხო? ანუ ალქიმიური წებოა, ხო? შესაბამისად ფულის გაცემის დროს იქნება ორი მხარე ბუღალტრულად. შენ აიღეს ესხი 1000 ლარი, ამისთვის ბანკს აქვს, კომერციულ ბანკს აქვს ეროვნულ ბანკში 100 ლარი, რეალური ფული ანგარიშზე დადებული. მის მხარეს გაჩნდა დეპოზიტი, ანუ შენი ვალდებულება, რომელიც აქეთ იყო და შენ მიიღეს ესხი ჰაერის ფული, თქვა, ვირტუალური ფული, რომელიც შეგიძლია გააქეშო, როგორც თქვათ, ერთ-ერთ ეპიზოდში ვილაპარაკეთ, მაგრამ ხშირად არ გჭირდება და ვირტუალურადაც შეგიძლია იხმარო. აქეთ მხარეს ჩდება დეპოზიტი, იმიტომ რომ დაბალანსდეს. თითქოს ბანკმა ახალი ფული შექმნა, ხო? იმიტომ რომ რეალურად ბანკის აქტივში გადადის ეს ყველაფერი. გამოვიდა, რომ როგორ ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ პროცენტი, ანუ ბანკი ხო ისე არ გვაძლევს ფულს. პროცენტი საიდან იქნება? ეს ფული გავიგეთ როგორ შეიქმნა. რეალურად ჰაერიდან. იმიტომ რომ ისე ნდობა. მაინც ფული მიება რეალურ აქტივს, ხო? თუ შე რაღაც ჩადე იპოთეკაში, რაღაც უზრუნველყოფა. ყოველთვის ხო არა, სამომხმარებლო სესხი სამომხმარებლოში არა, მაგრამ ნუ აი, მოდი ვივარაუდოთ, რომ ის სამომხმარებლო სესხი არის სწორედ ის რაღაც 10% რეზერვი, რასაც ყოფნის ეგ. უფრო ხშირად შეიძლება ასე ვთქვათ, სხვა რამე იპოთეკაში თვითონ ქონება შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ არსებობს მეორადი იპოთეკაც, ხო, საბპრაიმი, კიდე სხვა საკითხია. მაგრამ პრინციპულად შეიძლება ვთქვათ, შენ ფული თავარი რა არის? ნდობა აქვს, ხო? ნდობა არის იმისი, რომ ვთქვათ, ბანკმა, როდესაც 100 ლარი დადო სების ანგარიშზე და გასცა ის 1000 ლარი, იმ 1000 ლარს მიიღებს, ხო? და ბანკი რატო გენდობა შენ? იმიტომ რომ რას ამოწმებს ბანკი, როდესაც სესხს გაძლევს? ამოწმებს იმას, შენი შემოსავლები რამდენია. მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, მოთხოვო ბანკს ხვალ, მოუთხოვო ვთქვათ 10000 ლარიანი კრედიტი, ის შეამოწმებს ჩემ ფინანსურ შემოსავლებს, ჩემ ასე ვთქვათ, ბრუნვებს, ნახავს რა შემოსავლები მაქვს, ხო? და cash flow-ზე დამოკიდებულებით, ხო, დაყრდნობით რა მაქვს მე შემოსავლები, ან მომთხოვს რაღაცა ქონებას, ხო, რომელიც კოლატერალის სახით უნდა ჩავდო, გარანტიის სახით, ან რაღაცა მეტყვის, რომ ჩვენ ერა შემოსავლები თორე ვერ მოგცემ, ხო? ანუ რეალურად აქ ნდობა ეს დეპოზიტი რომ გაიხსნა, იმაზე არის ნდობა წყობილი, რომ მე პრინციპში შენ გენდობი შევამოწმე შენი ასე ვთქვათ კრედიტ უნარიანობა, გადახდის უნარიანობა და გენდე რომ შენ ამ ფულს დააბრუნე. ამიტომ მე ის უკვე აქტივში გადავიტანე. ანუ ის გაჩნდა ფული არაფრიდან. ფული რეალურად იყო 100 ლარი, მაგრამ 900 ლარი კიდე საიდანღაც გაჩნდა. ხო, გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაცა მან არის ერთგვარი ალქიმიის ეფექტი. თან ჩუქდებით რომ ეს ფული რეალურია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია ესე ვთქვათ გააქეშო, რაც უნდა სესხი იყოს ან სხვა რამ, მაგრამ ამავე დროს გვესმის რომ ის როგორც ფიზიკური ერთეული ეს ფული არ არსებობს. მაგრამ ამავე დროს ეს ფული ასახავს გარკვეულ ღირებულებას, დოვლადს, წყილველობით უნარიანობას ასახავს. ვინ დაადგინა რომ აი ამ ფულის ესე წარმოქმნის უფლება უნდა კონდეს რატომ ეს მხოლოდ ბანკს და ვიღაცის ბანკს, ხო? ანუ ეს ბანკი ხო კერძოა. ეს რო იყოს სახელმწიფო ბანკი,
ერთი ბანკი რო იყოს. აი, საბჭოთა კავშირით ხო იქ რამდენიმე ბანკი იყო, მაგრამ ყველა სახელმწიფო ბანკი იყო, ხო? ზოგი შემნახველი იყო და ზოგი სავაჭრო და ასე შემდეგ. იქ გავიგე, რომ ფულის გამომშვები არის სახელმწიფო. ამ ფულის მიმოქცევაში გაშვებას, ოპერირებას, თუნდაც ცესხის გაცემას ან სხვა რამეს, ან შენახვას, შემნახველი სალაროებიც არსებობდა. იქ პროცენტი ერიცხებოდა სკოთაშორის ნეტა საფრთხე. ხო, ანუ ამას უზრუნველყოფს ასევე სახელმწიფო მინიმალურია. ბანკების საშუალებით ამ ინსტრუმენტით და ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ეს ხდება და იცი რომ ნებისმიერი სახელმწიფო უზრუნველყოფს რომ ის მიერ გაცემულ ცესხის უკან იდგეს რეალური ფული ჩვენ ისიც გვესმის რომ არ არის საჭირო მთელი მუშიყო რაც არის იმის სრული ეკვივალენტი კუპიურების იყოს მიმოქცევაში ეს არის დაახლოებით 10% ხო თუ ეხლა საქართველოს ეკონომიკა არის 65 მილიარდი 6.5 მილიარდი ლარია ხო მიმოქცევაში გაშვებული მაგრამ აი როდესაც თამაში შემოდის ვიღაც კერძო ტიპი რომელიც იღებს ნებართვას რომ აი ეს ოპერაცია აკეთოს სახელმწიფოში და გაასესხოს ფული, ეს ფული გააჩინოს ჰაერიდან ამ გაგებით, ხო? უფლება აქვს მიცემული და სარგებელი ნახოს უკვე რეალური. აი აქ რატო ვიღებთ აი ამ რაღაცნაირ, რამდენად ნორმალურია ეს? ნუ მოდით ასე ხო არ არის, ანუ ვიღაცები ხო არ არიან უფრო უპირატეს მდგომარეობაში. კი, კანტილიონიდან გამომდინარე უპირატესობაში არიან, ხო? ანუ ეს არის ის ხალხი, ვინც უფრის თავში ზის და ის იღებს იმ ძირითად მოგებას? კი, ის არის. ანუ მარტივად შენ რო ბინა იყიდო, ბინა ხო უნდა აშენდეს? ხო, რა თქმა უნდა. პირველი ვის აძლევს ფულს? დეველოპერს, ხო? ასესხა ფული, ხო? დეველოპერს რო ფული არ ასესხოს ბანკმა და მხოლოდ ის ფული იხმაროს, რომელიც თქვათ სისტემაში სტრიალებს, ანუ დაბეჭდილია. ეკონომიკური ზრდა საიდან მოვა? ანუ ხდები რომ ეკონომიკური ზრდა მომავალზე ორიენტირებული არის აუცილებლობა. ჩვენ ხომ ის მოდელი რომელიც გონდა საბჭოთა კავშირში შევცვალეთ. ჩვენ ცხოვრობთ იმ სისტემაში, რომელსაც ქვია დასავლური თავისუფალი ბაზარი, ხო, კაპიტალიზმი. მარტივად რო ვთქვათ. ის სახე, ის მდგომარეობა, რომ ჩვენ ისეთივე ვართ, როგორიც სხვა ქვეყნები. ანუ ის აძლევს დეველოპერს ფულს, ის მიდის ყიდულობს რაღაც ნებართვას, სამუშაო მასალებს, აშენებს შენობას, რომელსაც დიდ ფასნამაც ადებს, ეს არის თვითღირებულებაც, ეს არის ბანკის პროცენტიც, იმას თავის ხო უნდა მისცეს, ეს არის მისი მოგებაც. ეს პროდუქტი ცხადია, რომ იმაზე ძვირიღეს, როგორც მარქსი ითვლიდა და ეგრე აღარ არის, ხო? თვითღირებულება ეს არის ძვირი, მაგრამ შენ თუ ამის საშუალება არ აქვს, ეს ხო უნდა გაყიდოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელს კლიენტს ფული არ აქვს, მაგრამ ხელი მიუწვდება ფულთან. და ამ ფულს აძლევს იგივე ბანკი. ხო, ეხლა უყურებ თქვათ, შენ ხარ მასწავლებელი ეგთან ვიღაც სუფრის ბოლოში ხარ, ხო? რა ხდება, ხო? პირველი სუფრის თავში დეველოპერმა აიღო თქვათ 10 მილიონი ბანკიდან. ამ 10 მილიონი რასი დახარჯა, ხო? ეს 10 მილიონი დახარჯა იმაში, რომ მიწა იყიდა. მიწა გაძვირდა. ხო? ცემენტი იყიდა, რესურსები იყიდა. ააშენა. რომ ააშენა, ხო? ეს, ასე ვთქვათ, დაბეჭდილი ფული არ არის, მაგრამ ხო, რეალური ფული, შექმნილი ფული. ანუ ბანკმა მას ის ფული ჰაერიდან შეუქმნა და მიცა, ხო? იმიტომ მიცა, რომ იმედი აქვს და ნდობა აქვს იმისი, რომ ეს დეველოპერი ამ ბინას მერე გაყიდის. შესაბამისად, ის 10 მილიონი აქეთ რო გაიცა ამ ადამიანზე, ვთქვათ, დეველოპერზე, ის 10 მილიონის დეპოზიტი შეიქმნა ბანკში. ეს 10 მილიონის დეპოზიტი, რომ შეიქმნა ბანკში, მერე შენ ამის საყიდლად გაძლევს ბანკი კიდევ ფულს და თქვა 15 მილიონი გასცა იმისთვის, რომ შენ გეყიდა. გამოვიდა, რომ კიდევ 15 მილიონი გაჩნდა ბანკის მხარეს აქტივებში, ხო? იმიტომ რომ შენი ვალდებულებები აქეთ გადმოვიდა ბუღალტერია, რომ დაბალანსდეს, ხო? ანუ ბანკის აქტივია, იმიტომ რომ ის ფული უნდა მიიღოს მომავალში და ასე დათო. მაგრამ აქეთ 25 მილიონი ხო უკვე ბანკში. და სახლი რა ღირდა? ბინა. არაჩვეულებრივი სქემაა. ხო, ძალიან მომგებიანი ყოფილა ბანკი. პრინციპში ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ კიდევაც იმას, რომ რამდენად მომგებიანია ბანკი და ის სხვა შორის თუ აკვირდები შენ, რომ ხო მიდის ლაპარაკი შაქარი და 5 თეთრით გაძვირდა თუ 5%-ით და რომელ ბანკში როგორ გაძვირდა და ყოველწლიურად ეხლა ჩვენ ვიგებთ ბანკებმა რამხელა მოგება ნახეს. 2 მილიარდი.
ეხა უკვე მეტია. ხო, შარშან წინდელს გეუბნები. ხო და არ მეგონა 3-ზე. არა, ერთ ბანკზე გეუბნები 2 მილიონი. ხო და ეს კოლოსალური თანხა ის არის სწორედ აი მოგებაზეა ლაპარაკი, არა ბრუნვაზე არა, ხო. აი ეს მოგება უბრალოდ ხდება აი ნაღების მოხდა, მთელი აი ამ ხა მექანიზმიდან რაც შენაღწერე, როგორ ხდება ფულის შექმნა, წარმოქმნა და მერე გაბებრება, მაგრამ ის უკვე რეალური ფულის სახით გაედინება უკვე ამ ქვეყნიდან. პრინციპში ეს არის ის მთავარი, რასაც ბანკს ქმნის, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას. თუ კი ეკონომიკურ ზრდასთან დავსვათ ტოლობის ნიშანს, რომ ეს არის ეკონომიკის რაღაცა მამოძრავებელი, ეკონომიკის ზრდა არის თავისთავად კარგი და ეს ნიშნავს, რომ ეს რიცხვები იზრდება, არ ვილაპარაკოთ იმაზე, ეს რიცხვები ვისთვის იზრდება, რეალური, არარეალურია, სადმიდის, ვის ჯიბეში. შევეშოთ, თავარია, რომ რიცხვები იზრდება, ეკონომიკა იზრდება, აქტივობა იზრდება, ეს არის ფაქტი და ამას უზრუნველყოფენ ბანკები. ეს ჩვენ პრინციპში ეს არის წებო. ხო. ეს წებო რო არ იყოს, ხო, მაშინ ეს არის ზუსტად ის, რაც აკავებს ვაგონებს და მთლიანად თელ მატარებელს, ხო, რომ მატარებელმა იაროს. და მე მგონი ამ წებოში წებოც როცა იხარშება, იქ ხო რამდენიმე კომპონენტია საჭირო. ერთ კომპონენტი არის ნდობა. ნდობა იმისი, რომ შენ ბანკი მუშაობს, ბანკი არ ჩამოიქცევა, რომ შენ რაღაც შესაძლს მიიღებ და ის თავარი ილუზია, რომ პრინციპში შენ გაქვს შანსი, რომ დაეწიო აი ამ ლოკომოტივს. ხო, თანაც ბანკი ყოველთვის მოგებულ მდგომარეობაშია, ხო? როგორც კაზინო, მაგრამ მაინც დავდივართ კაზინოში. კი ბატონო. ყველა ხო არა. ну ძალიან ცოტა. ხო, მაგრამ უყურე ხო, კაზინოში არ მაგრამ ბანკში ხო თითქმის ყველა. ხო, ანუ კაზინო თუ მაინც რაღაცა პრობლემასთან არის დაკავშირებული და ადამიანები ხვდებიან, რომ ვახ რაღაცა ეს ლუდომანია და თამაშის აი, ну იქ უბრალოდ ააგებ და იქ გაგიუზიოს მოიგებ. აქ რაღაცის მოგება და რაც თავარია მომავალთან არის კავშირში, რომელიც მიმართ ყოველთვის ოპტიმისტური დამოკიდებულება. ეს კი ავიღე კი ვიხდება, რომ ბინახო დამრჩება. ბანკმა გასცა სესხი დეველოპერზე, ხო? და დეველოპერი ამით რასაც ყიდულობს, ის არის აქტივები, ხო? ანუ ბანკს თუ ვერ გაყიდა ეს ბინა, ბანკი ასე ვთქვათ იმ აქტივებს წაიღებს უკან. თუ ბანკი ასე ვთქვათ, შენ ვერ გადაიხდი ფულს, ის ბინა რომელიც აშენებულია, ისევ ბანკს მიაქვს. ხო, ანუ ბანკი რეალურად დიდ რისკზე არ მიდის, შენ მიდიხარ რისკზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? ბანკი გეუნება რეალურ გარანტიებს გთხოვს, ხო, მუდმივად, ანუ მაგალითად თქვა, შენი ქონების ღირებულება თუ არის 100.000 და ახლობებით თქვა 30%-ის შესაბამისად გაძლევს. ხო, არასოდეს არ გაძლევს ბანკი წესი და კანონი. არა, 100%-ს არ გაძლევს. არასოდეს არ გაძლევს, 100% 70-ს გაძლევს. ხო, მაქსიმუმ, ხო? ანუ პრინციპი რა არის, რომ სახელმწიფომ აიღო ასეთი მოდელი ზრდის, ხო, ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური ზრდის მოდელი რეალურად არის ალქიმიის ფასი, ხო? აი ამ ალქიმიის ფასი რა არის? სახელმწიფო იძახის, რომ მე ეკონომიკური ზრდა ან უნდა ჩემი დაბეჭდილი ფულით გავაკეთო, ფული ასე სწრაფად ერთმანეთი ხელი და ხელში ვერ გადადის, ცუდება, ხო, იწვევს ინფლაციას სწრაფად. თუმცა ესაც ხო იწვევს ინფლაციას, ხო, მაგრამ ამას ვერ ხედავთ. ხო, შედარებით. პრობლემა რაშია? პრობლემა იმაში არის, რომ თუ ჰაერიდან შეუძლია ბანკს, მთავრობას რატო არ შეუძლია? ხო? იმიტომ რომ მოდელია ესეთი. ხო? მოდელი არის, რომ ალქიმიკოსებისთვის იარაღი, ხო? ანუ ფულის შექმნის მონოპოლია გადააბარა სახელმწიფომ. ეს არის პრინციპი, პარადიგმა, რომელიც ჩვენც მივიღეთ. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ნიშნავს დაქირავებულ ბიუროკრატებს, ისინი მუშაობენ ხელფასზე, მაგრამ ადამიანები, ინვესტორები, რომლებიც თავის ბიუროკრატიას ქმნიან, მაგრამ თვითონ დაინტერესებული არიან მოგებაში, ანუ ხარბი ადამიანი უფრო მეც ქმნის, ვიდრე ადამიანი, რომელიც რაშია დაინტერესებული, მათთვის ბოლოს მაინც ხელფასი უნდა იყოს. ანუ ვინ არის სახელმწიფო? და აღმოჩნდა, რომ აი ეს ინიციატივა არის ბევრად უფრო მოგებიანი, ამიტომაც ბანკი კერძოა და არამედ ბანკი ამერიკაში ეროვნული ბანკიც აღნიშნავს. ხო, ეკონომიკის ზრდის. ხო, ჩვენ პრინციპში ეხლა რახან ჩვენი დრო გავიდა ამ პოდკასტის, შეგვიძლია ეს აი ბანკების ეს ძირეული განსაზღვრებით შემოვიფარგლოთ და დანარჩენი უკვე ეს ფული როგორ მუშაობს და მე რა ხდება უკვე სახელმწიფოებში, ამაში უკვე შემდეგ ეპიზოდებში. ხო, რეალურად ჩვენ გვაქვს ლოკომოტივი, რომელიც მუშაობს ფულზე.
ანუ იმ ღუმელში ფული უნდა შევყაროთ და თუ ეს ფული არ შევყარეთ ვირტუალური იქნება. ეს არ ივლის. ეს არ წავა არცად. შესაბამისად თუ წავა ნელა თუ რეალურ ფულში ეს უკვე ადამიანის ბედნიერს არ ხდის. იმიტომ რომ ეს არის მოსაწყენი რუტინული შრომითი ყოფა. მოდი ასე ვთქვათ, ხელისუფლებას არ ხდის. ხო, რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკურის და არ არის და საბოლოო ჯამში ეს მერე მთლიანობაში იმ ნდობაზე აისახება, რომელიც ფულის მიმართ აგა. გახსოვს ლარზე რო ვლაპარაკობდი. თუ მე ვერ ხედავ რომ ეკონომიკა იზრდება, თუ მე ვერ ხედავ რომ მატერიალური რაღაცა კეთილდღეობა იზრდება, ხო? არ მაგ განცდა არ მაგ განცდა იმისი რომ სახელმწიფო იზრდება, ვითარდება და ამ შემდეგ. მაშინ ჩემი ფულის მიმართაც, იმ დაბეჭდილი ფულის მიმართაც მიქრება ნდობა და შესაბამისად ეს კიდევ უფრო კუპონიზაციას გამოიწვევს, ხო? კი ბატონო, კაი, ეს უკვე ეს პარადოქსების შემდეგი რა გამოსავალი არსებობს. აქედან უკვე შემდეგ ეპიზოდებში ვილაპარაკოთ, დღეს დავასრულოთ.